კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. Ამ ვიდეოში აგიხსნით რა არის Discord-ი და როგორ შეულობენ ადამიანები ფულს ამით. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ Discord მხოლოდ თამაშებისთვისაა, მაგრამ დღეს შემქმნელები, ბრენდები და ონლაინ ბიზნესები იყენებენ მას საზოგადოების შესაქმნელად, აუდიტორიის გასაზრდელად და ონლაინ შემოსავლის გენერირებისთვის. ამ ვიდეოში მე გაჩვენებ თუ რა არის Discord, რატომ არის ის ძლიერი და როგორ ხდება Discord-ით მონეტიზაცია. Discord-ი არის პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შექმნან ონლაინ საზოგადოებები, ტექსტური არხების, ხმოვანი ჩატების, განცხადებების და კერძო ჯგუფების გამოყენებით. ყველაფერი ორგანიზებულია სერვერების შიგნით, რომლებიც ციფრული საზოგადოების მსგავსად მოქმედებენ. ადამიანები Discord-ს იყენებენ შემდეგი მიზნებისთვის: სწავლა, ქსელური მუშაობა, თამაშები, ბიზნესი, კონტენტის შექმნა, წევრობითი საზოგადოებები. ეს ძირითადად არის ადგილი, სადაც საზოგადოებებს შეუძლიათ კომუნიკაცია და კავშირის შენარჩუნება ერთ ორგანიზებულ სივრცეში. სწორედ ეს არის ჩემი Discord-ი ამჟამად, Talent Academy. ქვემოთ ნახავთ აქ არხებს, Start Here, აქ არის Server Stats, ბოტი, რომელიც აჩვენებს რამდენი წევრია Discord-ზე, 1000. შემდეგ აჩვენებს აქედან რამდენი ადამიანი, რამდენია ბოტი. შემდეგ აქ მოდის Welcome, აქ აჩვენებს შემოსულ ადამიანებს, აქ ვერიფიკაცია, სადაც წესები წერია და როლის მისაღებად, რომ დანარჩენი არხები გაიხსნას, უნდა დააჭიროთ ამ დროშას. ქართულ დროშას თუ დავაწვევით, გაიხსნება ქართული არხები, ამერიკულ დროშაზე გაიხსნება ამერიკული არხები. შეგვიძლია ორივე მოვნიშნოთ. Founder, აქ არის ჩემი შესახებ ინფორმაცია, Wins, აქ არის მოგებები გაზიარებული ჩემი მოსწავლეების, აქ testimonials, რეკომენდაციები, აქ უკვე განცხადებები, რომელსაც ყოველდღე ვპოსტავ თითქმის, აქ უკვე რესურსები აუფასო, რეკომენდირებული ხელსაწყოები, რასაც ვიყენებ, კურსები, რომელიც მიდევს YouTube-ზე, ამ არხზე, პარტნიორები, ვინც არის ჩვენი პარტნიორი არხები, ქართული ჩატი, ეს არის უკვე კომუნიკაციისთვის, აქ არის ჩემი პროდუქტები, აქ ვწერ ბლოგებს, აქ შეუძლიათ გაუზიარონ სხვებს რა სფეროში არიან და რას წარმოადგენენ. რა მიზნები აქვთ, აი აქ მაქვს ერთი ბლოგი, რომელშიც შეგიძლიათ კომენტარი დატოვოთ. ეს არის ინგლისური არხები, ზუსტად იგივე ისინია, რაც იქ ქართულში. აქ არის განცხადებები, რესურსები, საერთო ჩატია, ამ საერთო ჩატში ნებისმიერ შეუძლია დაწერა, როგორც ქართულს, ასევე უცხოელს. ეს ინგლისური ჩატი, აქ ბლოგები იდება, აქ ისევ პროდუქტები. აქ უკვე ცალკე დახურული არხები მაქვს, რომელიც არის ჩემი მოსწავლეებისთვის, აქ DDA არის ციფრული დროპშიპინგის აკადემია, ვინც შემოვერთდა. აქ არის VIP არხი, აქ Shopify, აქ პარტნიორული პროგრამა არის, ასევე ვისაც უნდა გახდეს ჩვენი პარტნიორი. აიღებს როლს, მე გახსნის ამ დანარჩენ არხებს, სადაც დამატებით მიიღებს გზამკვლევს. მოკლედ როგორ ხდება ახლა ამ Discord-ის მონეტიზაცია. პირველ რიგში პროდუქტების გაყიდვა. ფიზიკური ციფრული არ აქვს მნიშვნელობა, მე ვყიდი ციფრულ პროდუქტებს, მაგალითად აი ამას ციფრული დროპშიპინგის გეგმა. ასევე ხდება რესურსებში რო შევდივართ affiliate marketing-ით. აი იქ ნახეთ რეკომენდირებული წიგნები რომ მაქვს ჩასმული. ამ ლინკებში არის ჩემი affiliate გმულები, რომელიც არის იგივე რეფერალური გმული, ანუ როდესაც ამ ლინკიდან გადავლენ, შეიძენენ ჩემს პროდუქტს, დააწვევიან visit site, გაიხსნა საიტი, ეს არის traffic secrets, რომელიც არის მარკეტინგზე, ტრაფიკზე. როდესაც აქედან შეიძენენ წიგნს, მე მივიღებ 20%-ს. და როგორც ხედავთ, მაქვს სხვადასხვა წიგნები თვითგანვითარებაზე და მარკეტინგზე. აქ არის რეკომენდირებული ხელსაწყოები, აქაც იგივე პრინციპია. ზოგი ხელსაწყო, რომელიც ფასიანია, როდესაც ამ ფასიანს გააქტიურებენ, ანუ ფულს გადაიხდიან ამ საიტზე, ანუ affiliate link-ით გადავიდნენ, მე მივიღებ საკომისიოს. ასე ხდება ზუსტად მონეტიზაცია და ასევე ხდება ამ Discord კომუნიტების გაიგოს. ამ Discord-ის საწყობას, რომელიც უკვე დალაგებულია ყველაფერი, ასე არხებია, ასევე როლებია, აი მაგალითად, ამას რო დავაწვეთ. აი ეს არის როლი, ბოტის როლი აქვს ამას, ვინაიდან ბოტია. მე მაგალითად ადმინის როლი მაქვს. ეს მაგალითად ბანი, ვინც შეიძინა ციფრული დროპშიპინგის გეგმა. ეს ინგლისში. ანუ მიუთითა ინგლისური ენა, რომ ინგლისურ არხებში მომხდარიყო, სადაც ინგლისურად საუბრობენ და ინფორმაცია დევს. ციფრული დროპშიპინგის აკადემია აქ ცალკე რესურსები უფასოდ აქვთ. წვდომად ჩემს ელექტრონულ წიგნებზე გადაყიდვის ლიცენზიით, დამგეგმავებზე, კანვა შაბლონებზე, კლიპებზე და ასე შემდეგ. ნებისმიერ შეუძლიათ მიუთითა მაგალითად კლიპები, გავხსნათ ეს. აქ არის 25000 კლიპი, აქ არის 1000 კლიპი, აქ 2100, აქ 30000 კლიპი. და ასე შემდეგ. იგივეა წიგნები და კურსები აქ რო გავხსნით. ამ 400000 სპილერ e-book-ში არის ელექტრონული წიგნები, ვიდეო კურსები, აქ არის გასაფერადებელი წიგნები 10000, UGC გაიდი აქ არის და ასევე არის სხვადასხვა პროდუქტები. და ასევე არის აქ ინფორმაციები, სადაც ინფორმაციებს ვავრცელებ, სიახლეებს
და ასე შემდეგ. სწორედ ასე ხდება Discord-ის მონეტიზაცია, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში ესე როგორც ხედავთ, ნახეთ რამდენი არხებია. VIP არხი, მეორე VIP არხი, აქ Shopify, აქ DDP, აქ პარტნიორული პროგრამა. აი ეს ამ არხების შექმნას დაახლოებით 1 დღე კი დაჭირდება 0-დან რომ ჩაუჯდეს ვიღაცა და შექმნას დააყენოთ ცალკე ბოტები, რომელიც მაგალითად შემოვიდა ეს ადამიანი და ამ ბოტმა გამოაგზავნა შეტყობინება, რომ დანიელმა მოიწვია უკვე 6 ადამიანი. და ასევე დინო უგზავნის შეტყობინებას ჩემს ნაცვლად. მოგესალმებით, აი, მიესალმა ჩემს ნაცვლად. Discord-ის ასეთი სწრაფი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ის ქმნის პირდაპირ კომუნიკაციას შემქმნელებსა და მათ აუდიტორიას შორის. სოციალური მედიის პლატფორმებისგან განსხვავებით, თქვენ არ ეყრდნობით მხოლოდ ალგორითმებს ან ვირუსულ პოსტებს. Discord ეხმარება შემქმნელებს შექმნან ლოიალური საზოგადოებები, უფრო მაღალი ჩართულობა, უფრო ძლიერი ნდობა, უკეთესი კომუნიკაცია, გრძელვადიანი აუდიტორია. სწორედ ამიტომ იყენებს ბევრი ონლაინ ბიზნესი ახლა Discord-ს, როგორც მათი ბრენდის ძირითად ნაწილს. Discord-ის საზოგადოებების გამოყენებით ადამიანების მიერ ფულის გამომუშავების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს. ზოგიერთი შემქმნელი Discord-ს ციფრული პროდუქტების გასაყიდად იყენებს. სხვები ქმნიან ნიშურ საზოგადოებებს და მონეტიზაციას affiliate მარკეტინგით აკეთებენ. ზოგი ქმნის ფასიან წევრობის სერვერებს პრემიუმ წვდომით. აქ რო შევდივართ, აი აქვე არის VIP არხები, ნახეთ, VIP-G, ანუ ქართველებისთვის, VIP-E, ანუ უცხოელებისთვის. აქ რასაც იღებენ ინფორმაციას, უკვე განახეთ, აი აქ რესურსები რაც არის, ზუსტად იგივე ინფორმაციები დევს. კლიპები, დახმარებები, ინფორმაციები და ასე შემდეგ. ხოლო სხვები ფულს შეულობენ პროფესიონალური Discord სერვერების შექმნით გავლენიანი პირებისთვის, შემქმნელებისთვის და ბიზნესებისთვის. ამ ვიდეოში სწორედ ამ სამივე გზას განვიხილავ. როგორც განახეთ, იმ Discord-ის საწყობით შესაძლებელია ფულის გაკეთება და გაყიდვა. Discord ძალიან კარგად მუშაობს ციფრული პროდუქტების გამყიდველებისთვის. შემქმნელები Discord-ს იყენებენ შემდეგი სერვისების მიწოდებისთვის: ელექტრონული წიგნები, კურსები, შაბლონები, ხელოვნური ინტელექტის რჩევები, სახელმძღვანელოები, რესურსები. ბევრი ადამიანი ქმნის კერძო მომხმარებლის არხებს, სადაც მყიდველებს შეუძლიათ ცდომა ჩამოტვირთვებზე, განახლებებზე და მხარდაჭერაზე. ეს ზრდის ნდობას და ქმნის უფრო ძლიერ გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. როგორც უკვე განახეთ, Discord სერვერზე ცალკე რომ აქვს რესურსებ არხი შექმნილი, მან რომ აქვს გაზიარებული ციფრული პროდუქტები, სწორედ მაგ არხზე წვდომას ყიდიან, ანუ membership-ით. მაგასაც განახებთ ახლა. აი ეს არის ჩემი VIP წევრობა, რომელიც თვეში იღებს $3 და მიიღებთ VIP არხებზე წვდომას. აი აქ არის მოცემული ინფორმაცია, განცხადებები, რესურსები. 50,000-ზე მეტი კლიპი არის, ვიდეო კურსები, ელექტრონული წიგნები, შაბლონები, დამგეგმავები და ასე შემდეგ. და ასევე ამ VIP წევრობაში შედის განთამაშებები, ფულადი პრიზები, კურსები, რომელიც ჩემს მიერ არის შექმნილი ციფრული დროპშიპინგის აკადემია, რომელიც ახლა ღირს $350. ციფრული დროპშიპინგის გეგმა, რომელიც $67 ღირს და ასევე ვაუჩერები სხვადასხვა. პირველ ადამიანს შესაძლებლობა აქვს მიიღოს წევრობა სულ რაღაც $3 სამუდამოდ, ხოლო დანარჩენებს უკვე შეიძლებათ მხოლოდ $7. ასევე ამას წევრზე რომ ავალთ, ასევე გათამაშდება 30 ციფრული დროპშიპინგის გეგმა. სწორედ ეს არის ციფრული დროპშიპინგის გეგმა. აქ ვასწავლი ზუსტად დეტალურად და ნაბიჯ-ნაბიჯს, როგორ გაყიდონ ციფრული პროდუქტები. მაგალითად, როგორიცაა ეს Discord სერვერი, რომელიც მე მაქვს აწყობილი, შეგიძლიათ მსგავსი გააკეთოთ და გაყიდოთ. აწყობაც არ გჭირდებათ, სიმართლე გითხრათ, პირდაპირ შეგიძლიათ შაბლონი მიიღოთ და ეგაყიდოთ. როგორ ხდება ახლა შაბლონის მიღება? აქ შევდივართ. შემდეგ server settings გადავდივართ ბოლოში server template. აქ ერთხელ უკვე template გაკეთებული მაქვს, უბრალოდ განახლება მჭირდება sync template და ვაწვევით copies. ახლა ამ links რო გაუზიარებთ ვიღაცას, რო გახსნის, მიიღებს ამ Discord სერვერის შაბლონს. ჩავწეროთ ახლა ეს Discord-ის ლინკი აქ. Daniel Kovaliyas server, აქ სერვერის სახელს მივუთითებთ, რაზეც მინდა რომ სერვერი იყოს, უბრალოდ Daniel-ს ჩავწერ მაგალითად. Create server და ახლა ეს შაბლონი დაემატება ჩემთან. აი როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე არხები, სულ რაღაც რამდენიმე წუთში დაემატა ჩემთანაც. ახლა აქ რაც არის საჭირო, ბოტების დაყენება, სხვა ყველაფერი მზადაა აი არხები. უბრალოდ წერილები არ არის შიგნით, ასევე წერილები იქნება დასაწერი. სუფთა შაბლონი არის, ეს არხები გაკეთებული და ასევე როლებით შექმნილი არის. აი აქ დავაწყაპებ add role და აქ შემიძლია ნებისმიერი როლი მივცეთ ჩემთან, admin-ის როლი, ასევე სხვადასხვა როლები. ეს არის ზუსტად ციფრული პროდუქტი, ეს Discord სერვერი. ამ links იღებს მყიდველი და წამებში უყენდება ეს Discord სერვერი. ამ გეგმაში ვასწავლე სწორედ აი ამას, როგორ შეგვიძლიათ გავყიდოთ. აქვე შედის კლიპები 50,000-ზე მეტი, 1000 ვირუსული ჰუკი, ეს შაბლონები წინაც განახეთ და ეს Discord-ის წვდომა VIP არხებზე. აი აქ რომ არის. აი აქ VIP არხები და რესურსებში რო შედიხარ, ზუსტად აი ესეთი კლიპები, ეწიგნები, დამგეგმავები, კანონშაბლონები დაგხვდებათ. რაც ჯამში ამ ციფრული პროდუქტების ღირებულება $1000-ზე მეტია. კიდევ ერთი პოპულარული მეთოდია affiliate marketing. ადამიანები ქმნიან ნიშურ საზოგადოებებს ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, ბიზნესი, თამაშები, კრიპტოვალუტა, ფიტნესი, კონტენტის შექმნა. შემდეგ ისინი რეკომენდაციას უწევენ სასარგებლო ინსტრუმენტებსა და პროდუქტებს. Affiliate ბმულის გამოყენებით. საზოგადოების ზრდასთან ერთად affiliate შემოსავალიც იზრდება. აი აქ როგორც განახეთ, რესურსები რომ აქვს აქ, რეკომენდირებული წიგნები, ზუსტად აქედან რომ იდეა რომელიმე წიგნს, ეს არის ჩემი რეკომენდირებული წიგნები, რომელიც ძალიან კარგი წიგნები არის თვითგანვითარებაზე. ამ წიგნს რო იდეან მივიღებ მე საკომისიოს, ხოლო იმაში რომ რეკომენდაცია გავუწიე ამ წიგნს. რეკომენდირებული ხელსაწყოები აქაც იგივე პრინციპია, მაგალითად გავუწიე რეკომენდაცია Shopify-ის, ვიღაცა გადადის აიქიდან, დარეგისტრირდება ამ Shopify-ზე, ჩემი სპეციალური ბმულით და მე მივიღებ საკომისიოს. ასე ხდება ზუსტად მონეტიზაცია. ბევრი შექმნელი ასევე ქმნის ფასიან Discord საზოგადოებებს. წევრები ყოველთვიურად იხდიან შემდეგ ბმულზე წვდომისთვის. პრემიუმ ჩატები, ექსკლუზიური კონტენტი, მენტორობა, ქსელური კომუნიკაცია, პირადი გაკვეთილები, VIP რესურსები ეს ქმნის მუდმივ შემოსავალს და მავდროულად ქმნის ლოიალურ აუდიტორიას შექმნელის ან ბრენდის გარშემო. როგორც განახეთ, ახლა საუბარი მაქვს ზუსტად აი ამაზე, VIP წევრობაზე. როდესაც ვიღაცა გამოიწეს ამ VIP წევრობას, მაგალითად რაც ახლა არის $3, ყოველთვე ჩამოეჭრება $3. მაგრამ წვდომას იგებს ისეთ ჩათებზე, როგორიცაა ეს VIP ინფორმაცია, განცხადებები, VIP ჩათი, რესურსები. ანუ პირდაპირ კომუნიკაცია აქვს ჩემთან, ჩემი ინფორმაციასთან, სადაც პრემიუმ ინფორმაციებს გავცემ, ანუ მარკეტინგზე, სოციალური მედიის განვითარებაზე, საიტებზე და ასე შემდეგ. რაც დაეხმარებათ მაგალითად შემოსავლის მიღებაში ციფრული პროდუქტებიდან, affiliate მარკეტინგიდან და წევრობიდან. და რესურსებში კი რაც გითხარით უკვე ციფრული პროდუქტები $1000-ზე მეტი გნებია. ზოგიერთი ადამიანი ფულს კლიენტებისთვის პროფესიონალური Discord სერვერების შექმნით მშოვლობს. გავლენიან პირებს, ბრენდებს, მწვრთნელებს და ონლაინ ბიზნესებს ხშირად სურთ მომგებიანი სერვერები, პროფესიონალური არხების განლაგებით, ბოტებით, ავტომატიზაციით, ნებართვებით, ბრენდირებული დიზაინით. თუ ისწავლით მაღალი ხარისხის Discord სერვერების შექმნას, ეს შეიძლება ღირებულ სერვის ბიზნესად იქცეს. როგორც უკვე გაჩვენეთ, ზუსტად ასეთი ტიპის Discord-ები შეგიძლიათ გაყიდოთ აწყოთ. შეგიძლიათ ასევე ნულიდან აღარ შექმნათ, ერთხელ რომ შექმნით ერთი კონკრეტული პიროვნებისთვის, აუდიტორიისთვის უბრალოდ Discord server შეგიძლიათ ზუსტად იგივე Discord server-ი გაყიდოთ იგივე პრინციპით. შედიხართ აქ server settings, შევდივართ მერე server template, copy და ზუსტად ვაკოპირებთ ამ server-ს. შემდეგ უბრალოდ საჭირო ამ ბოტების დაყენება. ამ ყველაფერს გასწავლეთ ამ Discord-ის კურსში. ანუ ნახეთ რა მარტივია, მაგალითად Discord-ებს აწყობთ fitness ინსტრუქტორებისთვის. ერთს რომ აუწყობთ Discord-ს, ეგ Discord-ი გექნებათ, ხო? დაადუპლიკატებთ უბრალოდ მაგ Discord server-ს პირველ რიგში, სანამ წვდომას მიცემთ ავტორს, ვისთვისაც შექმნით და მსგავს Discord server-ებს უკვე შესთავაზებთ იმ აუდიტორიას, ვისაც იგივე სფერო აქვს, ანუ სხვა მწვრთნელებს. და ყველაფერს ნულიდან შექმნის ნაცვლად გამოიყენებთ შაბლონს და უბრალოდ დააყენებთ ბოტებს, რაც დაახლოებით მაქსიმუმ 1 საათს წაიღებს ამ Discord ბოტების დაყენებაში, რომელიც არის ძალიან მარტივი. და ასე შეგიძლიათ ერთი Discord server-ი გაყიდოთ. მაგალითად, საქართველოში თუ ყიდით $50 და სულ რაღაც 1 საათში $50 იშოვოთ. თუ გლობალურად გაყიდით, საშუალოდ $20 იყიდება ეს შაბლონები. ონლაინ საზოგადოებები ყოველწლიურად უფრო ღირებული ხდება. შემქმნელებს სურთ პირდაპირ წვდომა თავიანთ აუდიტორიასთან, მხოლოდ სოციალური მედიის ალგორითმებზე დამოკიდებულების გარეშე. ხალხს ასევე სურს უფრო ძლიერი საზოგადოებები, ქსელური შესაძლებლობები და პირად სივრცეები ონლაინ რეჟიმში. სწორედ ამიტომ ხდება Discord-ის მსგავსი პლატფორმები მძლავრი ინსტრუმენტები შემქმნელებისა და ონლაინ ბიზნესებისთვის. შემდეგ გაკვეთილზე ეტაპობრივად დავიწყებთ თქვენი საკუთარი პროფესიონალური Discord სერვერის შექმნას. თქვენ შეისწავლეთ თუ როგორ დაასტრუქტუროთ თქვენი სერვერი, შექმნათ არხები, დააყენოთ როლები, დაამატოთ ბოტები და მოამზადოთ თქვენი საზოგადოება ზრდისა და მონეტიზაციისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.